დილამ შვიდობისაო, რა ლამაზად თენდები. რა ლამაზად თენდებიო. ხალხო რა შვებთ როგორ ახართ. გილოცავთ დედის დღეს მოგვიანებით. ჩემო დედიკოებო, იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი, გახარებული და ამაყი თქვენი შვილებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ვიქით მზე კი არის, მაგრამ მოიცა ვნახოთ დასადებით ხო ტელეფონის. არაო მელა მოტყუ არაო არ არის მზე არის ხოლმე ზეგ მივდივართ ბარიში ჩანიშნული გვაქვს აპარტამენტო ჩემ ბარტყუნიებს უნდა საბუთი გაუკეთოს დედიკო რა ისე ითხრაშუნა მე თავისუფლად მივიდნენ, მოვიდნენ, სადაც უნდათ, როგორც უნდათ. ხო და ვნახოთ რა გამოვა. მივდივარ ხუჩაბაც, მეც ჩემი დაც. Anything's gonna be alright. მადლობა ყველას, ვინც ამიწერთ წამლის სახელი ზოგმა შაქარი და ხახვიო, ეს შაქარი და ხახვი ვიცი. და მაგას ვასმევ ზუსტად. შაქარი და ხახვის რო ვასმევ, უფრო მეტად სპაზმური უხდება, ხველანახველი ამოაქვს. მე მახსოვს ეს წამალი წვრილდაჭრილი ხახვის მოყრილი შაქარი და მისი წვენი. ყივანახველა რო შემოვიდა ადრე, მე ვიყავი ძალიან პატარა დაახლოებით 10 წლის თუ 9 წლის, მაგრამ მახსოვს კარგად. დედაჩიმა გაგვიკეთა და გვასმევდა და მაგან მოგვირჩინა ყველა, ისეთი ყველა მქონდა გული მერაოდა ხოლმე. და მაგან მოგვირჩინა. ოთუნას აქვს სიცხე, რაც ჩამოვიდა, მის მერე დღეში ერთხელ უწევს სიცხეს, შუა დღეს. თუ არა და საღამოს. ახლა ორი ფიქრი მაქვს, ან ბრონხულ ანთებაში აქვს ბავშვს გადასული, იმიტომ რომ ბავშვი ჩამოვიდა ხველების და ძალიან დიდი ხანია ხველებდა საქართველოში. ამ ფიქრობ კიდევ რომ აკლიმატიზაცია მაგამ რა შუაშია აკლიმატიზაცია, მაგრამ შეიძლება თავშიც იყოს, იმიტომ რომ ბავშვი არის პატარა. და მესამე ქართველი გოგო ვინც მოდის ამ სამსახურში, ეს ვის სამსახურიც არის, იმას და ახლა ჩემს პედიატრს, ბავშვის პედიატრს დაურეკავთ. გვეტყვით რა ანტიბიოტიკი შეიძლება მივიცი, აქ რეცეპტის გარეშე არ ხდება და წამომიღებს ანტიბიოტიკს. 3 დღეში აქ იქნება ანტიბიოტიკი და დაუწყებ ანტიბიოტიკებს. და მე მინდა რომ ძალიან გაუფრთხილდე უთუნას, იმიტომ რომ აქ არ ვიცი როგორი ექიმები არიან. ნუ ეხა ესპანეთი ვიცი დონია და ძალიან ძლიერი ექიმები ყავთ. აქ არ აქებენ დიდად, კი, მაღლა აქებენ, მაგრამ აქ ამ ჩრდილოეთში აქებენ, სამხრეთში არა. მაგრამ ესე ვერ გაიგებ ხომ. თუ არ მიხვედი და გამოცადე, უთუნა მითხრე გუშინ დედა ექიმთან მინდაო. გუშინ მოუძებნე აქ იყო პედიატრიული და საათები აქვს ცოტა ისეთი, ჩვენთან როგორც არის ეგრე არ არის. თეკლა შევაბრუნე სკოლაში, ისევ დავაბრუნე. ჩემი დიშვილიც შევიდა უკვე სკოლაში. შევიდა რა, განაცხადი გავაკეთე, თეკლაზე დავაკეთეთ დაბრუნება. მივედით ვარ სკოლაში, ეგრევე მიცინე, შენი გუგუს დედა არ ახარო. იო. გავიზრო ჩემი საბუთები. ხოლმე მიგეკავენ სკოლიდან. ცხრაში ვასრულებ აქ სამსახურს ყველაფერს. ამ ოჯახმა მიშოვა სხვა სამსახური. ძალიან მოწონს ამ ოჯახს ჩემი აქ ყოფნა და ჩემი მუშაობა, თორე აქ ყოფნა ის კი არა. აქედან გამომდინარე ყველანაირად ვცდილობენ გვერდში დამიდგან და მითხრეს რომ არ მინდა ისე წახვიდი აქედან რომ სამსახური არ გიშოვოთ, იმიტომ რომ სამი შვილი აქ გყავსო. და არა მარტო ეს მე დიდ ბინასაც ვეძებ და ყველას მიწერეს, ვისაც ძალიან ბევრს იცს რომ ძალიან ისეთი ხალხია.
და ცდილობენ რომ მიშოვონ ბინაც. დიდი ბინა. ჭერის ნაცნობებით. მე რამ გოგო მითხრა მის შვილმა რომ აქ არის ორგანიზაციაო. ტანსაცველებს ზოგი ნახმარი, ზოგი ახალიო, სათამაშოებიო. ეს ქალაქი აგროვებსო. და ეს მრავალშვილიან ოჯახსო, ვისაც ცოტა ისეთიო შესაძლებლობა არ აქვს და რაღაცაო, ვაძლევთ ხოლმეო. მოიტანენო ყველაფერსო, ამოარჩიო თუნასთვის რაც გინდაო. და აიღეო, დანარჩენსო წაიღებენო. ხო და რა ვიცი რა. მოდი მე ვილაპარაკოთ, წავედი ხა ვიმუშაო. ხალხო. ეხა ვაკეთებ საჭმელს ბაბუშკასთვის. ვაჭმებ და წავტუნტულდები ოთუნასთან. ესე იგი, გუშინ ვიყავით სკოლის თემაზე და მინდოდა ბაღშიც ოთუნას ჩაწერა. თურმე იქვე კეთდება განაცხადი ბაღის, სადაც თეკუნა დავაბრუნე სკოლაში. ასე რომ ხვალ მაინც მისასვლელი ვარ, დღეს აღარ მივალ ტყუილად და თავს არ მოვაბეზრებ იმ ხალხს. ხვალ რომ მივალ ოთუნასაც მივაწებებ ბაღში. ასე უფრო ბაღში რომ მივა უცბად ისწავლის ენას, ყველაფერი. იმიტომ რომ სკოლის სასაკირო მოუვა. ენა ეცოდინება პაწუაა და ხოც ბავშვები გუბკასავით არიან რა. ხოდა ვნახოთ. ფაქტია რომ ოთუნას მოწოს აქ ყოფნა. დავატანტალებთ ხოლმე გარეთ, ხო გუშინ არ გაგვიყვანია, იმიტომ რომ ქარია. დღესაც ქარია. არ მინდა ეხლა რომ შევუბრუნდეს, მირჩევნია მოვარჩინო. ეს ხველა რაც აქვს და სიცხე. დილით კი ვიძახი ანტიბიოტიკი თქო და იგივე ანტიბიოტიკი დაუნიშნა პედიატრმა, რაც ჰქონდა ჩემდას, ოღონდ ჩემდას ჰქონდა აბების სახით, აქვს უფრო სწორად და აქვს უფრო დიდი დოზა და 4-ად გავყავით აბები. მანამ სანამ სიროფი ჩამოუვა, აბებით დავუწყებ, დღეში 2 ჯერ მივცემ მე-4-ს. იმიტომ რომ ცოდუა ბავშვი. ისეთი ჩაყვარელია ოთუნა ხალხო, ისეთი საყვარელია. დედა მაბანავე. შევაგდებ ხოლმე ყოველ საღამოს წყალს იღლებს. არ ეშლება ხელის დაბანა. აი ხო არის 4 წლის, ხო? ბუთხუპნული ბავშვი არ, ეხლა გაბრაზებულზე იმაშობა ხოლმე, ხანდახან ცხვირშიც იყოფს და მაბრაზებს ხოლმე. ასე როგორ იძახის. ჟვინტლები გავა. მეცინება რა მასხარა და ღადაობს როგორც დიდი ბიჭი. აი ესე ღადაობს აღარ მართლა. ღადაობაში ბადალი არ აქვს. კვანკვალა. ტელეფონი მათხოვეო და აი მეთქი ეს ტელეფონი შენია გაჩუქე თქო მე უთხარი. გავიდა ცოტა ხანი და მეუბნება რომ დედა, შენი ჩემი ტელეფონი მომეცი. შენი ჩემი ტელეფონი მო. რა ვთქვი რომ კომენტარებში ცუდი დაწერა თქო იმან რაც თქვი გავაჟღერე. მე მიწერს კომენტარს რომ ისაო რატო იტყუებიო. ყველა კომენტარი მაქვს შენახული და სკრინი მაქვს, просто მეორე ტელეფონი აღარ მაქვს რომ იმას ვქნა. თეკლს ტელეფონში გადავიტან ამ სკრინებს და რა თქმა უნდა ამ კომენტარებს წაგიკითხავთ ერთ ვიდეოში თუ რა დაწერა ჩემი შვილები რომ გამისაზიზღრა. მე 4 კლასზე დავწერე, არავითარ შემთხვევაში ოთუნაზეც სამბები რამე დაწერეთ სუდითან. და ერთი იყო კიდე ისაო. ცხვენიაო რომ ქართველი ვარო, რამ ჩამოგაყვანინაო ბავშვებიო იტალიაშიო, 1000 კაცის ნაცუებშიო თუ რაღაცა სისულელეები დაწერა, ჯერ წერაც არ იცის, განახებთ მაგის იმას. ჯერ ვისწავლოთ წერა, კითხვა, ლაპარაკი და მე დავწეროთ ხოლმე კომენტარები. თან მოაყოლა ყველა ყლეები ხართო. დებილი. არ ვაქვეყნებ ხოლმე ამ იდიოტურ კომენტარებს, არ ვაქვეყნებ ხოლმე რამ. ალბათ ორმა ადამიანმა შეიძლება დაწეროს ისიც ერთი და იგივე სხვადასხვა აკაუნტით რო არ ეზარებათ.
არ მინდა უბრალოდ რომ ხალხი ცოდვაში ჩავაგდო და ამ მარხვის ჟამს და იმას რაღაცა ვიცი რომ ძალიან ბევრი გამოესარჩლებით ჩემს დაცვას დაიწყებს და რატო უნდა გამოვიწვიო აჟიოტაჟი შემიძლია ეგ დავწერო რა არის და ვთქვა მე თვითონ და ასე თან ძალიან არ მეზარება ხოლმე ესეთი ხალხის გაბანძება პირიქით მოწყენილი რო ვარ ხოლმე ვერთობ ესე რომ აი ასე ჩემო ოქროება წავედი ხა ბაბუშკას საჭმელი მინდა შევუმოწმო თუ გამზად და მალე ვაჭმევ მალე წავალ ეგ თემა თან ზეგ კიდე ხო იცით მივდივართ ბარიში მე ჩემი და ანტონიო სხვათა შორის ხალხო ოღონდ თმაზე სუნია რომ გრძელი თმა რომ აქვს საჭმელს ვაკეთებ თმაზე ამდის სუნი და მე ვიბამ ხშირად და არ მინდა ის თმის დაბანახში რა ადრე ვიბანდი ხოლმე კვირაში 2 ჯერ ეხლა მიწევს კვირაში 3 ჯერ 4 ჯერ დილა მშვიდობისა გუშინ ვერ გავაგრძელე ვიდეო და ვერც დავდე შესაბამისი გუშინ ვიყავი გასაუბრებაზე აი 63 წლის მამაკაცია რომელიც არის ეტლს მიჯაჭული ვერ მოძრაობს ვერ დადის არ ვიცი რაღაც დაავადება დაემართა უცბად თურმე იყო ფეხბურთელი და უცბად ასე ძნელია ხო მხოლოდ 4 საათი მჭირდები დილით და საღამოთი 9 საათით ამ 3 საათ 9 დილით ხომ იხდით და საათი 8 ევრო უთხარ თუ 4 საათი კიდე თქო საათი 8 ევრო დროს ვერ დავკარგო სხვანაირად ხო თუ მე უთხარი 8 საათიანზე 8 საათიან გრაფიკს მომცემ თქო 950 თავისი მე-13 თქო რა ესე უთხარი მიყურებს მე-13-ო ანუ დაიბნა რა და მეთქი ხო ხო და როგორ ლაპარაკი დაიწყო იცი თითქოს არ იცის რა იყო მე-13 და არ იცი მეთქი მე-13 თქო ანუ ხო სწორად ვიძახი მეთქი ამ სიტყვას თქო ხო შენ არ იღებ მეთქი მე-13-ს და კონტრაქტის გარეშეო ამიშნალა აქ მე-13 მე-13-ია თქო შაბათს მაქვს ერთკვირიანი პროვა. ეხლა მე არ მინდა საერთოდ უგუშევრად დავჭდე და დრო დავკარგო. ჩემი რამიდის პროვას გავაკეთებ. იმ პროვას მიხდიან. და ვნახოთ რა იქნება. აქამდე სულ მამრები მუშაობდნენ. 7 წელი ერთი მუშაობდა 3 წელი სხვა შენ მესამე ხარ იმაზეც ვფიქრობდი რომ 24 საათიანი ამეყვანაო მაგრამ არ მინდაო რა მე არ მახსოვს ხარ 8 საათიანი გრაფიკის შემთხვევაში ის გითხარით თუ არა დედამთილი ყავს რომელსაც ჭირდება და და 4 საათიო ჩახდედან თვითონ იქნებიო უნდა რა თქმა უნდა არ ეტყვი მისი ბადანტე ხარ იმიტომ რომ მას არ ჭირდება ბადანტეო ესე ფიქრობსო ხო და
მეტყვით რომ მისი შვილის ბატონი ხარ. მაგასთანო მეგობრულს დაიჭერო რა ეს თემა. ხო. ჯო, ფული გადამიხადონ და მეგობარი კი არა თუნდა დედაც გავხდები. მაგის მე ჩემი ის მოძვალებს რომ მე მინდა მუშაობა და ჭირდება სამსახური დანარჩენი არ მაინტერესებს. არის კიდევ ბარშიც ის სამსახური რომელიც გითხარით ეუბნებიან არ წახვიდეო იმ ბარშიო სუდი ხალხი გადისო მამრები რა მაგრამ თუ ვიმუშავებ ჩემთვის წყნარში და სახთანანი ორნაბიჯში რატოა რა პრობლემა უნდა იყოს მე პრობლემას ვერ ხედავ რატომღაც უბრალოდ ხან ვხედავ ხან ვერ ვხედავ აქ პრობლემასაც იმიტომ რომ ეს არ არის ბარი ბენზინგასამართსადგურებზე რომ არის ხომ ეს არ არის ბარი სადაც შემოდიან ყავას და კრუასანებს ჭამენ ეს არის ბარი სადაც ხოლმე სასმელი დილით არ ამბონები მიგიჟი გადარეული თვალით შემოვა მაშინ ამონი გუში რამონი იზნაგავი მომოვიდა ჩასატანი ნერვიულობდა ძალიან აქეთი კიდადიოდა ტელეფონზე ლაპარაკობდა თავის შვილთან ან მის შვილიშვილმა და გარკვეულ ჩანთა შედოუცოდა ყველაფერი ეს ნერვიულობდა ჩემი რაღაცეებით რომ გადიოდა და უყურებოდი მე ამოვიღე მე ამასობაში ნაგავი გავიტანე და შემოსასწორს თუმცა გავუვიდა წყალი მე რა არ შემიხედი ერთ სომხეს სახში გაქცეულიყავი და დილით მომწერა შვილმა რომ სულ წყალი გავუვიდა და პოლები დაწკნე რომ მაგრა გამიტყდა ეგ მომწერა უშავს რა ხდება ხახსნა დამარტყმას არ დაუწყო ახ თვითონ არ მოხვედრე ახლა თვითონ თავის სახლია და რაღაც მაგრამ გასაქცევი ვიყავი ბებია იქის და ნამდვილად ხანაგავს თუ სტრაქში არ შევიხედავს მართლა რო გითხრათ ვაი გადაახვიონ კამერები და დაინახავენ როგორ დავდივით ის ტელეფონზე ლაპარაკობს ნორმალურია ეს თემები უთხნას დაუწყე ანტიბიოტიკი გუში სიცხე აღარ ქონდა 26 და 26 მარტში 3 დღე მივცე და 5 აი მაგაზე ვფიქრობ 3 დღე მივცე თუ 5 დღე სერце ძალიან მრავალცხელი უყარს რძის ადუღება ძალიან ყოველთვის ვადუღებ რძეს ამბებოს არ უყარს ადუღებული რძე უყარს ოდნავ თბილი ოდნავ ხვალ მივდივარ ბარიში
დღეს ჩემი და გადადის მის ფინაში. ნახოთ რა იქნება. დაგამო. ხბება უნდა ავაყენო. Wiem, so ხელარწინე ბიო და ცოტა ქვიან ვაყენებ. დღეს გარეთ გასვლის ნებები არა მაქვს ბებოვასეირმა. დიამ შვიდობისა, ჩემო კარგი. რამოდენიმე დღე პატარ-პატარ ნაწყვეტები ვიდეოები ჩავწერე. მედია კარგავს თქვი. ხოდა ისა. მაგრამ ვერ დავდე დრო მქონდა ის ყველაფერი ერთმანეთს მიეწო ყოველ როგორც ხდება ხოლმე. ხოდა? ოთუნას და საბას წინავთ ახლა. მე და ჩემი და მივდივართ. საქმეზე Wi-Fi. მინუში მოვიყვანე სახლში. წინა ვიდეოში ვიძახი რომ მივდივართ ბარიში თქო საბუთებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გიყავით, მაგრამ იქ ვერაფერი ვერ გადავიღე. დედაცუდი მინდი. ხოდა ესე დაგდოთ და ჩამოგდოთ და აი მზე გამოვიდა. მზე 9 ვალა ისო ვიმივისა შენ გიღიმი პატარა დილამ შვიდობისა ასე ყველას კიდევ ერთხელ გამშვიდობისა ხალხო ვარ უმუშევარი არის რამოდენიმე პოტენციური სამსახური და ველოდები ჩემს აკადემიათის იტალიანები Подарили как-то здорово. Ჩემი კაქტუსია ისე განავს, ისეთი ძლიერი ქარია. რავი რომელში მივალ, რომელში გამიმართლებს. ხო იცი ახლა სამყარო ასეც მოგცემს, აღმერთი სადაც მიჩვენებს გზას იქ უნდა წავიდეს. მაგრამ საფში ყოფნა კარგია. კარგია იმ გაგებით რომ კარგად მეცინა ეს დღეები. გუში მაგალითად დავდექი პირველ საათზე, 800-ს ეძინა პირველ საათამდე. დღეს მაგალითად დავდექი ადრე, იმიტომ რომ საქმეები მაქვს. წავიდე, ნახე რაღაცა Wi-Fi თემები, აქ სხვანაირად არის ყველაფერი, აქ არის ჭერს ნომრები, აქ ქსელიც კი ითიშება მთლიანად, ანუ შეიძლება ვაც ლაპარაკობ ტელეფონზე და უცბად გააქრა მიღება. ბევრჯერ მომსვლია ასე თუნდაც გუში. ერთხელ ვაფშე მთელი დღე გაქრა მიღება. აი ზაღლიას და ცანცარებს. არ მიყვარს მაწანწალა ზაღლები, მეშინია. მიყვარს, მაგრამ მეშინია უბრალოდ. მაგალითად ესპანეთში მაწანწალა ზაღს ვერ ნახავ. აქ კი 2-3 დადის ყოველთვის. გუშინ მქონდა ერთი გასაუბრება სატელეფონო მხოლოდ. ვიმედოვნებ რომ დამირეკავენ და შევალმაც სამსახურში. ნეტა არ იქნება რომ შევიდე მაგ სამსახურში. 4
ფორტუნა, სულუტა, ძალიან ბევრი სიტყვა ისწავლა იტალიური. უკვე. რამეს რო ეთქოს ხოლმე ანტონიო ფორტუნას. თუ არ უნდა პირდაპირ ნო. ძალიან მიეჩვენენ ერთმანეთს. ფორტუნა ყავს ბაღში შესაყვანი და მომთხოვის აცრების ფურცელი. რატომღაც გიორგი არ ფიქრობს, რომ ის აცრების ფურცელი მე ჩამიგდოს. ხოლო რაღაც უნდა ვქნა. თეკუნა მივიდა უკვე სკოლაში. ეხლა სკოლაშია, გუში მივიდა თეკუნაც, ჩემი დიშვილიც. ხოდა აი სამისაღლე ხო არ მიმიფსა არაფერს ბიჭო. აი კატან ყავდა შემოჩვეული და ჩემს ქოთანში ჭდებოდა. ყველაფერს იშვებოდა, წვიმა რომ მოდიოდა ყარდა. მე მითხრეს წყლის ბოთლი ჩადეო შეგინთო და აღარ მოვა. ჩავდე და მართლა მოსულა იმის მე ის კატა არავის აღარ მომახავს. ერთი სიტყვით ხალხი კიდე გივიწყებთ ხოლმე ცოტას, მაგრამ გამიგოთ ჯერ კიდევ გრაფიკი მაქვს დასალაგებელი. მე საქართველოში ადვილი იყო ხო, მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებდი, მივიდები წინ, აქ ცოტა სხვანაირად არის ყველაფერი. ხო. ჩემთან ბინაც ნახა, ახალი ბინა, იდეალური ბინა, გარემონტებული თავის პატარა ჯარდინოთი. მეც ვნახე ახალი ბინა, ივნისის ბოლოს დასრულდება და გადავალთ იმ ბინაში. კადრას ივნისის ბოლოს გვიმთავრდება აქაც კონტრაქტი. მშვენიერი. ხოდა აი უმუშევრობა ნერვებს მიშლის ძალიან. პოტენციურები გვაქვს. მაგრამ ეხლა შემიძლია ხვალე გავიდე ერთ სამსახურში. თუ დავუშვებ დღეს აქ არ დამირეკავენ, ხვალ გავდივარ მეორე სამსახურში. და თუ არ დამირეკავენ, მინუჟდენი ხვალ გავდივარ იმ სამსახურში და ვკარგავ იმ სამსახურს. ხვდებით? იქნებ როგორ მე დღეს გავარკვიო ზუსტად. რომ ეს სამსახური დიდად მომწონს ხელფასის მხრივ. მეორე სამსახური არის დაბალი ხელფასი, რა თქმა უნდა, იქაც 4 საათი მუშაობ, იქ აქ 5 საათი მუშაობ. ორივე არის იმენა დილის სამსახური, რომელსაც ასრულებ შუა დღეს. ერთში ხელფასი არის საკაიფო, მეორეშიც საკაიფო, მაგრამ ის მეორე ერთთვის, იმიტომ რომ ის უფროსი ჩამოდის ერთ თვეში. და ეს რაც არის, ეს ახლა მოგეტყვი. 350 ევროთი ნაკლებია. ხოდა ნალასა ასუზავარიც. ერთი სიტყვით გაკოცეთ ხა ბევრი მე უნდა გავიქცე ჩემ დასველოდები. ინტერნეტის ამბები გავარკვიო. მე კიდე მოვალ. გაკოცეთ.